აბა ჩემო ჯიგრებო, გოჩა თქვენ გემახსოვრებათ, კარგად. ესო ჩამოიყვანა იხვი დინოზავრი 5 კილოიანი და დღეს გაგვიმზადებს ბერძნულ ქაბაბს. ხო? ბერძნულ ქაბაბს და კიდე რას? ძაძიკის სოუსს. ხო, აი ხა ამიტომ მე გადავცე მას ყველანაირ აღჭურვილობას, აგერ დღეს ჩვენი შეფი იქნება ბატონი ჩა და აგერ კაპიტნის ქუდიც შენ იქნები ძმაო დღეს ჩვენი შეფიც, მოდი მოგეხმარო. მე მგონი შეკარი. შეკარი? შეიკრია. ხო, ანუ ეხლა რითი ვიწყებ ჩვენ რა? პირველ რიგში დავიწყოთ ქათამი დავარბილოთ. გამოვიყოთ აქედან ბილი ხორცი. თუ ცხიმით იქნება უკეთესია და მე დანარჩენს ქათამი რამხელა უნდა იყოს, ესეთ დიდი ხო ისე? ესეთი რა, ესეთ ზომა საკმარისია. თუ არ გაქვთ რომ ამხელა ქათამი იყიდოთ, შეგიძლიათ ბარკლიდანაც გავაგზავნოთ. მაგრამ მშრალი თეთრი ხორციდან მარტო არ კეთდება. თეთრი ხორცი არა, უმეტესი უნდა იყოს, ან ცხიმი უხდება ამას და უნდა იყოს ცხიმი. ეხლა ჩვენ რა შევით ამას? ამას ეხლა დავარბილებთ. გავასუფთავებთ, თებს მოვაჭრით, ხო, ბარკლებსაც. ბარკლებს მოვაჭრით და ხორცს ამოვიღებთ. მოკლედ აგერ ჩვენმა გოჩამ დაარბილა. დავარბილეთ ჩვენი ქათამი, ავიღეთ რბილი ხორცი. და ეხლა ეს უნდა გავატაროთ. ეს უნდა გავატაროთ. ეხლა ორჯერ, კი, აუცილებლად ორჯერ უნდა გატარდეს. მოდი ძმაო შენ ეს გაატარე, მე მანამდე შენ ღვინოს დაგისხავ, იმიტომ რომ ხო იცი, თუ არ დავილოცეთ ხოლმე ისე კარგად არ გამოდის რა. მართლა არ გამოდის ეგრეა რა. კი ბატონო. ჩაიხო. დიდი სუკანი კათამი. დიდი სუკანი კათამი, ნუ აიო, ცხიმიც უნდა კონდეს კარგად რა. კონდეს კარგად. მოკლედ დასაგებია, ანუ ეს პირველი გამოტარება მოჩი. რა არის? ეს პირველი გამოტარება დასრულებულია. ჩემო გოჩა მოდი ხა ქისი დავლიოთ სამვაინის. ეს ღვინო ისე სხვათა შორის განთქმულია ამერიკაში ძალიან, ანუ საქართველოში, მაგრამ ამერიკაში ძალიან. ქართველი ძალიან კაი პატრიოტული ხალხი წურავს ამ ღვინოს და აი როგორ არის იცი? აი ეს ერთი ნაწილი ხო შემჯდარია ამერიკაში კოლუმბიურ კოკაინზე. აი მეორე ნაწილი ვისაც გვინოს. ქართველები, ამერიკელები ამ ღვინოზე არიან შემჯდარები და აი შენ თვითონ რომ გასინჯავ, უბრალოდ ნახე რა ღვინოა რა. ეს არის ქისი, ძალიან მაგარი ნატურალური სანვაინის საოცრება ღვინო და ნუ ეს რა თქმა უნდა ჩემი ჭიქაა და ჩემი ჭიქა არის ხოლმე ამაში ვაგემოვნებ ხოლმე რა. აბა ჩემო გოჩა, ვინც დაწურა გააკეთა ეს აი ხთაებრივი სითხე. იმ კაც გაუმარჯოს, იმ ხალხს გაუმარჯოს ყველას. ვინც დალევს და შაირგებს, ხო იცი? იმათაც გაუმარჯოს. ვინც შაირგებს, ხო, ვინც დალევს და შაირგებს, ხო და კიდე იმათ გაუმარჯოს, ვინც ჩვენ გვიყურებს რა, იქ მოწონებას გააკეთებს, რაღაცა გაეხარდება, რაღაცას გვეტყვის. ნუ ყველას რა და ყველას ვისაც აი ესეთ საქმეები მოწონს, გასთავარია, ვისაც ჩვენი სამშობლო უყვარს რა, საქართველოს. პირველი ეს არის. ყველას გაუმარჯოს. მithumetes emigrantებს მოეფერები რომ ვიცი სუნდათ ხოლმე რა ეს რაღაცა და აი აბა გაუმარჯოთ გაუმარჯოს როგორია აი კიდე რო გინდა ეგეთი აი ეგეთია კიდე რო გინდა ეგეთი კიდე იქნება და უცებ მინდა ჩემს დაყურებლებს უთარო ეს მუსიკის არხი გავხსენით ჯიგრული ჰანგები ბიჭებო და თქვენი დაიყვანებს უეჭველი ჭირდება ეგ მე ხოლმე რა მithumetes საერთლა რომ გოჩა რომ ქაბაბებს აწიწკინებს ხო გამოიწევა აი მაგას მე ჭირდება ჩვენი აბა წავედით ესე იგი ჩემო მეგობრებო მოხდა ესეთი რაღაცა ეს ქათამი იმდენად ცხიმიანი აღმოჩნდა რომ მეორედ გატარება აღარ დაჭირდა აი თქვენს ნუ აზრი აღარ აქვს ანუ ცხიმიანობის გამო გვიწევს მეორეჯერ გატარება რა და ცხიმიანი იყურება აქაც უკვე ცოტათი მაგრამ სიცივე უფრო კარგად შეკრავს მასივას ანუ მეორედ გატარება აღარ დაჭირდა კარგი ეხლა შევაზავ ეხლა შეზავება როგორ ხდება იოლად ეს ცოტა მარილი, ცოტა პაპრიკა, ცოტა დაღერგელი წიწაკა, თუ იმეს გინდათ დაღერგელი უქენით, თუ გინდათ დავქვილი უქენით, თუ წიწაკიანი არ უნდა შევზავთ. ხო, საერთოდ უნდა უვზავთ. ხო. და კონდარი, ხმელი კონდარი ეს აუცილებლად ჭირდება ამას. კარგი, აბა, დავიწყოთ. ესე ცოტა მარილიც
და გავხეხოთ სტაფილო. გავხეხოთ სტაფილო. სტაფილო აუცილებლად სტაფილო უნდა გავხეხოთ და გავხეხავთ ერთ-ორკბილ ნიორს. წვრილი სახეხი გჭირდება ხო, წვრილად. კი ბატონო, მაგას მოგაწვით. всё, მეტი არაფერი. ეს იქნება ამისი გასაზავება და შედგმა მე მაცივარში. ის დროს და მომზადების დროს ხო, არ შეგაწუხოს. რაც შეიძლება ყველაზე თხელი, ხო. ხო, რო არ შეგაწუხოს, ეხლა ზოგს არ მოყვარს საერთოდ სტაფილო. ეს ანუ ბერძნებს უყვართ ხო სტაფილო, ესე იგი. და ეგრე გამოდის რომ უყვართ. ხო, ანუ მაინც ჯარში არ მზადება. საგებია. სტაფილო ისედაც სასარგებლოა და ალბათ. სტაფილო ძალიან სასარგებლოა. ჩავხედოთ როგორ არის. მეგონი საკმარისია. ცოტა ნიორსაც ამაშივე ჩავახეხავთ. ორი სამი კვილი ნიორია. ამანაც ნიორმაც არ უნდა შეგაწუხოს. იმიტომ რომ ნიორი ისეთი დომინანტია. რაღაცაა, რომ თავის გემოზე გადაიყვანს უცებ და ნუ ყველაფერს გადაულებთ ამაშივე. იქაც გადასარევად ადვილად გაუჯდეს. ნუ გადაურიოთ ისევე თავიდან. ეცადეთ არ დაიზაროთ ამის გადარევა, ამას ჭირდება აი ცოტა მეტი მორევა, რომ რაც ცოტა ბრილანტი უნდა გახდეს და სტაფილოც თავისას შეასქელებს. და მე დანარჩენს უკვე მაცივარი მიხედავს, ასე რომ ვთქვათ. არომატი კი დაუჯდა. კი, გემრიელი. ეს გავასწოროთ და ეს წავიდა მაცივარში. გადავაკრავთ ზემოდან ცელოფანი. კარგი იქნება თუ დავაკრავთ. კი, ეხლავეთ. ეხლავეს. აგერ ჩემო ბატონო და ეხლა ჩვენ გადავდივართ მეორე კერძზე соуსი გავაკეთოთ. соуსი გავაკეთოთ. რომელსაც ქვია ძაძიკის соуსი. ბატონო, შიგნითიც აი სიცივე უნდა იგრძნო რა, მარტო ზედაპირი არ უნდა იყოს ცივი. გასაგებია. ოპა. ესე გადავდივართ ახლა ჩვენ მეორე ეტაპზე და ვაკეთებთ ძაძიკს. ანუ ახლა ესე იგი ჩვენ გადავდივართ соуსის მომზადებაზე, ხო, რომელსაც ქვია ძაძიკი. ძალიან უხდება თევზეულს, ხორცეულს, ყველაფერს. და ბერძნები ამას მაგრად კი. ძალიან ამას ჭირდება. რა გჭირდება ახლა? ბერძნული იოგურტი შესაძლებელია გააკეთოთ მაღალკალორიული არაჟნით, კიტრი, კამა, ლიმონი ან ლაიმი თუ გექნებათ, ცოტაოდენი ქინძი. რომელი ჯობია, ლაიმი თუ ლიმონი? უკეთესი იქნება ლაიმი რო გავუკეთდეს. უკეთესი. ნიორი, 2-3 კვილი, შავი პირპილი, მარილი, ძმარი და ზეთი. წავიდით, აბა. დავიწყეთ. ხეხავთ პირველ რიგში კიტრს. კი ბატონო, მაგრამ ჩაეტევა და კი, ჩაეტევა კიდევაც და ამასაც ნახე როგორ არის ესეც თქვენი გემონებით არის. შენ აი ისე გააკეთე როგორც შენ. ხვილი იყოს, ნება წვრილი იყოს. მოდი ჩვენ გავხეხოთ. ცოტა აი ამაში ცოტა უფრო სხვილი არის. თუ ეს პერიქით ჭრის. აი ეს. მოდი აი აქ გავხეხოთ. გძლად იყოს უფრო. ჩავხეხოთ. და რამდენი უნდა გავხეხოთ ყველა, ხო რაცა? ნახეთ, ეს არის 500 გრამი. ხო. 1-3-4 ცალი. ნუ გვინდა ეს რაც არის. იმიტომ რომ ეს უნდა გავწუროთ მე და ეს კიტრი. უნდა დავაყოვნოთ ძმარში ცოტა. რამდენი ხანი? 1-5 წუთი არც უნდა. 3-4 წუთი, 3-4 წუთი ესე რომ ის ძმარმა თავისი წვენი გამოუშვას, ოღონდ დაიმახსოვრეთ. კიტრი უნდა იყოს შუშაკიც რო ეძახით. და რატო? მეორე კიტრები რო გქონდა ის ცოტა ხორკლიანები, ის ცოტა ხო, ასე რომ ვთქვათ, კი უგემრიელესია, მაგრამ გაწურვის დროს თავისი კანი მაინც ცოტა ფერს აძლევს. ფერის ამბავია. ფერის ამბავი, იმიტომ რომ ეს წვენი ცოტა შეიძლება გასათხელებლად დაგჭირდეს მე იმაში რა ქვია. იოგურტის რო ცოტა ძალიან სქელიც არ უნდა იყოს და ძალიან თხელიც არ უნდა. ანუ ესე იგი ეს ახლა ეს 4-ვე კიტრი ესე უნდა უბრალოდ უნდა გავხეხოთ და მე უკვე დანარჩენს მოკლედ გავხეხეთ ჩემში ეს კიტრი. ეხლა რას ვაკეთებთ? ვასხავთ თეთრი ზმარი ეს არის ჯინი ჩავაგ მეორე იმიდან. ისეთი სასწაული ბოთლია, წითელი ცაცხვია, თეთრი ცაცხვია. არაგერიოთ თუ ესეთი ბოთლი გაქვთ სახში. დავასხავთ ზმარი. ეს საკმარისია. ცოტა უნდა ზმარი. ხო, ცოტა. ცოტა ზმარი და ცოტა მარილი ვქნათ. ესეც
რომ გავმოუშვას წვენი. რამდენი ხანი უნდა გავაჩეროთ ახლა? სადღაც 5 წუთი. 5 წუთი. 5 წუთი გავაჩეროთ, გადაურიოთ კარგად, რომ ეს სულ ყველაფერი ეს ძმარი ყოფნის არა, რასაც შენუქე. კი. სამეთია ხო, ანუ და თან წვენი უნდა გამოაცალოს და თან კიდე უნდა შეუჯდეს კიდევაც რა. მარილი ხო რეალურად წვენს აცლის ყველა. კი, მარილი და ძმარიც არომატს აძლევს რა. აი ეს. დავტოვოთ ახლა ცოტა ხანი. გადავდგათ გვერდზე და მანამდე ამოჭრით. მანამდე მივხედოთ წვანილებს. ეს აქეთ სახეხი კიდე დაგჭირდება. სახეხი დაგჭირდება მერე უკვე ბოლოს უნდა უქნათ ნიორი. ხო, ეხლა გჭირდება. ეხლა დავჭრეთ წვანილები. წვანილი. კამა. წვრილად. წვრილად რაც შეიძლება წვრილად. ბატონო. რაც შეიძლება წვრილად დავჭრეთ კამა. ეს სულ დაგჭირდება ხო რაც არის? ეხლა მე ვიცი, ვაფშე მოდი აი ეთესი იქნება ვიზუალურადაც აი ეს. წიწვიანი მხარე, იმიტომ რომ აი ესე გავაკეთოთ, უფრო ლამაზადაც გამოიყურება, ნაკლებადაც მოხდება პირში. იქნება რეალი და სასაგებია. ეს საკმარისია რაც ახლა შენ ხო, მეტი ის აღარ არის საჭირო როგორც ჩანს. ის და ღეროც ნაკლებად საკმაოდ დომინანტი ის არის, რა ქვია, მწვანილია, კამასაც მაგრამ იხავს თავისკენ. კი, და ამიტომაც ახლა კიტრიდან და იმიდან რო შევხედე, მგონი საკმარისი იქნება ეს. კი ბატონო. იმიტომ რომ ამას კიდე ეხლა რა შევით? ცოტა ქინძით დავუმატოთ. ქინძსაც ესე ძირები წავაჭრათ, ხო? წავაჭრეთ, კი. წავაჭრეთ. ჯობია რომ წავაჭრეთ ძირები, იმიტომ რომ მაინც უფრო უხეშია. უხეში არის და ხო. სადილში ხომ არა აქ? ხო, აქ რახან არ ხო, ჩვენ გვინდა ხო. ტემპერატურაზე არ მზადდება. კი ბატონო. კი ბატონო. მოდი ესენი. აი, აქ გავუშვათ. ნუ შეგიძლიათ ეს ყველაფერი ერთად მოათავსოთ, არანაირი პრობლემა არ იქნება, ეხლა ცაცაკი უკნავთ, როგორ უძავთ, არანაირი პრობლემა. საერთოდ ჯამში ერთად ხდება. ერთმანეთს ერთად ხდება ბოლოს. ცხელკერძებში კი ანუ მაინც ვაჩვენ და ესე ძალიან წვრილად უნდა იყოს დაჭრილი მაქსიმალურად რა. ხშირად კაცებს ხოლმე ეზარებათ ან ესე დაჭრა ქალბატონებმა უყვართ ხოლმე ესე ჩაჯდომა და არა ესე უნდა იყოს წვრილად. კი, წვრილად, იმიტომ რომ მე თვითონაც ესე სახშიც მეუღლე რომ ამზადებს, მე მეძახის ხოლმე. იქნება ცოტა წვრილად დამიჭრაო. ხო, კი. სხვათა შორის ეს არის პროფესიონალიზმის ერთ-ერთი მთავარი ისა რა ქვია, სახე რა. წვანილის წვრილად დაჭრა. კი ბატონო, ეს და მართალია უხდება კიდეც, იმიტომ რომ ძალიან მსხვილად დაჭრილი არ უხდება, არა. ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს. მოწონებაზე არა, ვიღაცას ეზარება თუ ვერ ჭრის. და აბრალებს ნელი არ მოწონს, ვერ ჭამ წვანილს. ხო, წვრილად დაჭრილი, ხო. თუ ცოცხლად ჭამ, მაშინ არ უნდა საერთოდ დაჭრა. ახლა ეს კინძი ცოცხლად კიდენად გემრიელი არ არის, მაგრამ ესე. ლაიმას ასწავლია მე სხვათა შორის ლაიმას. კი ბატონო, ლაიმასაც. არა, რო გითხრა ლაიმის. მოდი ახლა. მე მგონი დროა რომ გავწუროთ კიტრი. გავწუროთ. საკმარისი. რაში გავწუროთ, როგორ გავწუროთ ახლა ეს კიტრი? ეს უნდა ამაშივე ჩავწურავ და ამაში არა, პატარა ბურთულებად ეს ხელში და მე ჩავალაგოთ. ნახეთ როგორ აკაფდა სავითარი ნახეთ. ეს მარილმა და ძმარმა ნახეთ როგორ აკაფა. აი ეს უნდა გამოვიდეს. არ ვაქცევთ ამის წვენს, არ ვაქცევთ, იმიტომ რომ ეს დაგჭირდება მე იმისთვის, რომ ცოტათი შევათხელოთ სოუსი. მაქსიმალურად და მოვაცალოთ წვენი. ანუ მაქსიმალურად გამოშრეს. ესე. ბევრიც ესე იგი ხო ხედავ ხო როგორ მცირდება ხო. მაგრამ ახლა ხო წყალია, კიტრი ისედაც წყალია 90% მე მგონი წყალია რა. იყო კიდეც ესეთი გამოთქმა, კიტრი შეიცავს 95% წყალს და 100% კიტრს. 100% კიტრი ეს უკვე კარგი. ეს 100% კიტრია. 95% წყალი. და ეს წვენს ვინახავთ ეს. ამას ვინახავთ, ცოტა დაგჭირდება გასათხელებლად. ძალიან ცოტა, ბევრი არა, ანუ ზოგ თუ გნებავთ
გადააქცეთ არანაირი პრობლემა. ვის როგორ ანუ გემოვნებაზე არ დაუბენით, ხო იცი? რატომ უნდა გადავაქციოთ რა? ზოგს ხელი მოწონს ეს соуსი, ზოგს ცოტა ოდნავ თხელი და ჩვენ გავაკეთებთ საშუალოს. საშუალოს გავაკეთებთ ისეც როგორცაც აკეთებენ ბერძნები რა. აი 4 ცალი კიტრიდან ჩათვალეთ ერთი კიტრი გამოვიდა. დაპრესილი. დაპრესილი კიტრი. ერთი გამოგვივიდა დაპრესილი კიტრი, ხო? ახლა გადავიდეთ არაჟანზე. თავარი, რაც არის ბერძნული იოგურტი. ესე აღარ ამჭირდება. ნაგავში. ნაგავში და ჩაუშვათ, ხო? ჩაუშვათ. 500 გრამიანია. მთლიანად ჩააქვთ, რომ თუ რაღაც არაჟნითაც შევხვდეთ. ხო, თავისი კი ბატონო, არაჟანიც არ იქნება ურგო. კარგით. ეგ ახლა ჩავავდეთ ნაგავში ის. ზედმეტები ამჭირდება. ესე სკიტრი ჩაუშვოთ ისევე. ჩაუშვოთ. ესე კარგად ამოურიოთ. კარგად ამოურიოთ. და მე მგონი აჩიკო ცოტა დაგჭირდება. წვენი რომელიც გადავიღეთ? რომელიც გადავიღეთ ცოტა. აგერ ბატონო. ცოტა ოდენი. აგერ მოგართმევთ წვენიც აქ არის. მაგრამ ესე იგი წვენსაც იმიტომ ვინახავთ რომ ცოტა გჭირდება. ხო, ცოტა ეხლა ეს სამდენი დანარჩენი გადასაცემია. გჭირდება დანარჩენი. კი ბატონო. ნახვამდის უქნათ. ხო, მე გასაგებ. ამას ვინახავთ მცირეც. ვინახავთ რომ ესე იგი მას შემთხვევაში ცოტა თუ გამოვიდა სქელი, ცოტა ვათხელებთ. ბატონო, ესეთი ხელა უნდა. ეხლა რა? ესე იგი, ეხლა რა შვებით? ცოტა მარილი. ესე ცოტათი გავუკეთოთ მარილი. ესეც გემოვნებით არ არის აუცილებელი, ვინც არ ჭამთ მარილიანს შეიძლება საერთოდ არ უკეთოთ მარილი. ეხლა ვაიმა, მოდი ჯერ წვანილები ჩავყაროთ შიგნით მარილის მერე. და მერე დავაყაროთ. მერე დავაყაროთ და დავასხათ ლაგუნა და ამასაც ეს ამოურევთ. ესეც მაცივარში შეცვლილი უკეთესი. ნახეთ როგორ არის ამას იდე ერთი დღე ასვენებენ ხოლმე მაცივარში. უფრო გემრიელი გამოდის ოიძახიან. გასაგები. რო ამზადებთ მე ვიდა ის ამას მაცივარში მოხოს ხოლმე. ეს უფრო გემრიელი გამოვა. ეს ეხლა ამას შავი პერპილი დავაყაროთ. ცოტა ოდენი. ესე და ეხლა დავჭირდება უკვე აჩიკო ის სახეხი რომ ეხლავე გემრიელი ნიური. всё. და ეხლა ესე წვრილად დავახეხოთ. ამასაც ესე ვხეხავ. ეს ნიური ცოტა. ნუ, კაი შრომატევადი კი არის. კი. ვერ იტყვი რომ მაგალითად იგივე ჩვენ რო კაბაბზე ვაკეთებთ ტომატ პასტით. ტომატ პასტა არის ცოტა, ხო, ამას უნდა. ხო. ქალბატონების საქმეც არის ეს რეალურად უფრო რა გაგებით მომიფიცი რომ აი ნერვები ვისაც ყოფნეს ხო? ნერვები უნდა გეყოს ამის გაკეთებაზე რა. კი ბატონო. მაგრამ კაი რო გამოდის მაგაშია საქმე ახლა ეგ არის მთავარი რომ კაი გამოდის. ხო ნიური მოხდება. ნიური ეს. წამოიღო აი ეს აი ხო. გნებავთ ეხლა გინდა ლაიმა გავუკეთეთ. გინდა ცოტა ესე დავჭყოთ. ვინაიდან ჩვენ მოვუწოდოთ. ჩვენ ორივე გვაქვს. ამ შემთხვევაში არჩევანს ლაიმაზე გავაკეთოთ. ესე ჩავაწყვეტთ ჩვენი. ეს ერთი მთლიანი 500 გრამზე. ცალი ხო. ერთი ცალი საკმარისი იქნება. მეტიც არ არის საჭირო, იმიტომ რომ ძალიან უარ წავიდეს სიმჟავეში. ამასაც დაჟე ნახევრად ჩავაწვევ. არა ბორჩა ესე ჩვენი ის. კი, ეს ჩვენი გემრიელობა ზათ არის. ესე იგი ყველაზე კარგ ვარიანტში ერთი დღე თუ დაყუნდა საერთოდ იდეალურია, ხო? ხო, უფრო
გემოები უფრო ჯდება ხოლმე. მაგრამ არავინ არ აცდის. მაგრამ ვინ აცდის, აბა, ეხლა ამისთანა ქაბაბი უნდა შეიწვას და ამას ვინ დააცდის ერთი დღე. მაცი ვარშიდებას. გასაგებია. აი, ნუ 1 საათი მაინც მოუწევს მაცივარში. კი ბატონო. მოკლედ ესე იგი ეს მაცივარში ახლა. კი ბატონო, ეს და მანამდე ცეცხლი დამატით. აბა რა. რომ ქაბაბისთვის გავამზადოთ ცეცხლი. თუ არა. კი ბატონო, წავედით. კარგად დაგებოთო მაცივარში. სამიც როიდოს არაფერი არ მოვა და არ უნდა. ამოვიდა რა არომატი ჯობი. ენა გავშვილა და მოისროლებ და წავედით. ერთი გადავზილოთ. მე როგორი ბლანტი გახდა. კი, წეპოსავითაა. წეპოსავით არის იმასთან შედარებით რაც იყო. ეხლა დავიწყოთ ამისი შამპურზე აცმა. აუცილებელია ხელი დავისველოთ. ხო, თორე ისე იცი. ცოტა ცივ წყალში. და დავიწყეთ ეხლა. ესეთ პატარა გუნდებს მოვჭრით. შამპური ცოტა ხო არ აქვს? ნახოთ როგორ არის და იმის მიხედვით ნუ 6 გავაკეთოთ თუ არა. ხო. ესე ხო როგორც ესე მიდის ამის გაშლა. არც ძალიან სქელი არ უნდა იყოს, არც ძალიან თხელი არ უნდა იყოს. ჩვენ რომ ხელები გავაკეთოთ, მე მგონი ამას ცოტას დავუმატებ კიდე. მე შეიძლება დამატება კი, ეგ პრობლემა არა. გასაგებია. არა, პრობლემა არ არის. თავარია შეაკრევინო. ესე ზეთ. ესე ლამაზ ფორმას მივცემთ. მე ეს. კიდევ უფრო გაზდა შეიძლება. კიდევ უფრო შეიძლება გაზდა ამისიც, ან ჩვენზეა დამოკიდებული. ეს ახლა ეს ერთი და მე უკვე იმას სხვანაირად კი ბატონო. გამოვაცნოთ ზეთ. აი ეს ერთი ესე გამოვიდა. ახლა მოკლედ მოუმზადოთ ჩვენ შეფს ცეცხლი. აი ესეთი და კაბას უნდა კაი ცეცხლი. ხო არ გინდა ამოუწიო თუ იყოს ესე როგორც არის შეხედე? შემიძლია ამოუწიო. იდეალურია. всё. იდეალურია. წავიდა შეფაბა, წავიდა საქმე. წავიდა, აბა, ნელა დავალაგოთ. აი, გრუხუნებს წვიმა. გრუხუნებს და მაგრამ ამაზე ხო იცი ნათქვამია, არც თუ ისე წვიმს, როგორც ქუხსო. ესე. ეხლა ჩემო ბატონო, მე მოვასწრო, რომ კაი ლავაში ჩამოვიტანო. ლავაში ხო გვინდა კაბაბზე? გვინდა აუცილებლად. გვინდა, კიდე რა გვინდა? ხახვი გვინდა. ძაძიკი, რა გვინდა ხახვი? ეს ბერძნული, დღეს ჩვენ ბერძნულად ვჭამთ. ჩვენი გემრიელი соуსი რაც გავამზადეთ. ანუ შენამბობ რომ ამას არ უნდა ისეთი ძალიან დიდი ცეცხლი. ძალიან დიდი ცეცხლი არ უნდა, ხო? როგორც აი ჩაოლებრივ სხვა კაბებებზე ასაუბრე. ხო, საკმარისი ტემპერატურა არის. კარგია. ორი ოქროსფერი გახდა. გამზადდა ჩვენი კაბაბი. წინ და უნდა დაიძრას, ხო? ხო, უნდა დაძრა, რომ არ გამოსვლის დროს არ გაგეხეს. კარგია, ამას მე გავასწორებ, ამას გავალამასებ. რა სურნელი გამოუშვა კონდარმარ. ანუ ეს არის ბერძნული თემა და ამას არ ჭირდება, ესე იგი ხახვი და არა, ხახვი და ესეთი რაღაცები ამას ძაძიკთან ერთად, ესე იგი იმას შვებია.
მოკლედ აი შეიწვათ და ეხლა დაიგრუხუნებს და მე მგონი წამოვა. წამო, ამიტომ ჩვენ მოვასწროთ ეხლა და დავლიოთ. მოდი ესე დავატოცე. მოკლედ ამასაც ვაჭამოთ ხო ცოტა ეხლა ქათმისა მით უმეტეს შეიძლება და აბა ჩიკა ყველაზე მაგრამ ჩიკა ელოდება ხოლმე. ჩიკა ელოდებოდა ეხლა ყველაზე მაგრამ პატარა ნაწილი ჯერ ძალიან ცხელია ჩიკა სულ ერთი წამით. აბა მიდი პატვიცემ აი ეგერ პური, აგერ ღვინო, აგერ ძაძიკი, მოდი ჯერ შენ გვანახე როგორ ჭამენ ბერძნები და მოდი ხო დავილოცოთ კი. მე დავილოცოთ. მე დავილოცოთ ბაჩვი. აი მე რა ცხელია. აი მე რა. აი ესე ჩემოაჩიკო, ჩაულებრივად. გინდა პირდაპირ ჩააწედ, გინდათ კოვზით გადაუსვით. კოვზით. და აბა გასაგებია გავსინჯავ აუცილებლად ახლა ერთი ჯერ ჯიგარი და ჯიგარს მივცე ვაჭამო. კაბაბი ძალიან გემრიელია ხა მოდი. მოდი მაქს სტილით. ნახეობა მაქს სტილით გავსინჯოთ. ოთ იმდენად ცხელია რომ ჯერ ვერ. ძალიან გემრიელია რა. კაბაბიც და საწებელი არის იდეალური. აი ეს. საწებელი. ჩიკა შენ მოიცი ყოველთვის ესეთი მედებები. ძალიან ცხელია. წვიმაც ამოვიდა, როგორც კი მოვჭით. აუთ აბა რა წინაზედაც ესე არის ხო? აბა ჩემო გოჩა მოდი ახლა ვინც კი გვიყურებს ყველას გაუმარჯოს ყველა წესიერკაც გაუმარჯოს კიდევ ერთხელ შენ გაგიმარჯოს ამ ხელას რომ არ ჩადე და აჩვენებ ხალხს რა როგორ რანაირად გააკეთონ და რა ვიცი აბა ჩვენ გამომწერებს ვეთქვი ერთ რამეს რა მოგწერეთ კიდე რა გინდათ რა გაინტერესებთ და როგორც ყოველთვის ხმალი თქვენი კისერი აგერ ჩემი და გოჩასი და რა ვიცი იხარეთ და იბედნიერეთ ხო მუსიკალური არხის გამოწერა არ დაგავიწყოთ ეს თავის თავად აუცილებელია აბა ერთი კარგად გაგიმარჯოთ უყველას იყავით დალოცულები ღმერთმა გამრავლოთ და გელოდებით რა მოვამზადოთ და ყოველთვის ესეთი კაი ქისիր კაციტელი აგელიო ძმაო სანვაინის მართლა საუკეთესო ღვინოა ძალიან კაი და ძალიან გემრიელი წვიმა მოვიდა ჟუჟუნა ამას ქვია ჟუჟუნა წვიმა მოვიდა მაგრამ მე მგონი მაგრამ მოაჟუჟუნებს აბა კარგად ჩემო კარგებო კარგად წარდებოდეთ ნახვამდის